ზღაპარია ჩვენს სტუდიაში ნამდვილად ყველაზე მეტი საჩუქარი ახალ წელს რიგდება, რა თქმა უნდა და სადღესასწაულოდ ბავშვებმა დაიწყეს უკვე თოვლის ბაბოზე წერილების მიწერა და თავის სურვილების განთობა მას. ნუ თუ არ წერენ, ფიქრობენ მაინც რა დაწერონ. მხოლოდ ნაძვის ხის მორთვაც ოჯახებში აღარ არის საკმარისი ონისე, შენც ამჩნევ ამას, უკვე ბოლო წლებია, დამატებით სადღესასწაულო აქსესუარები უკვე უხვად შემოიჭრა მაღაზიებში, მათ შორის ონლაინ მაღაზიების და გაყიდვების დახლებზეც და დგება სეზონი, როცა ვფიქრობთ, რა ვაჩუქოთ პარტნიორ კომპანიებსაც. ვეძებთ ხო რაღაცას ისეც, რამაც აი წელს პირველად უნდა მოგხიბლოს, აღვაქვთოვანოს, ხო და დღეს გვინდა რომ ცოტა ხნით მაინც ვიმოგზაუროთ ზღაპრული ნივთების სამყაროში, ამიტომ მინის დიზაინერი მარიამ მარქაროვი მოვიწვიეთ ჩვენთან, რომელიც სტუდია პავონეს წარმოადგენს და მხატვარ კერამიკოსი ვერა ნოდია, ასევე თიხის სახლიდან. მოგესალმებით, გამარჯობა. და მე მინდა აღვნიშნო, ნინო, მაპატია რო გაწყვეტინებ, რომ მე როცა ვერას შევხვდი სტუდიის მიღმა, მოკლედ ზუსტად ისეთივე ხასიათის არის, რა ხასიათიც არის ახლა ჩვენ სტუდიაში, იმიტომ რომ თავის ხო აი საოცარი ბუნების მატარებელი ადამიანი ხართ თქვენც რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ მარიამის ქმნილებები ხო არის რაღაცა საოცარი. თან დავათვალიერებთ, თან გვინდა გამოგკითხოთ, რა საკვირველია, რამდენად იგრძნობა უკვე ინტერესი და მოთხოვნა სადღესასწაულო ნივთებზე. იცი რა, დიდი ხანი ასეთ კეთილ და ზღაპრულ თემებზე არ გვისაუბრია, ისეთი დრო მოვიდა და მაგრამ ბავშვებისთვის, პირველ რიგში ბავშვებისთვის ეს დღესასწაული არ უნდა ჩავარდეს არასდროს, იმიტომ რომ უდიდესი მოლოდინი აქვს და მოდი გითხარით, აი რამდენად იგრძნობა ამ დღესასწაულთან, ახალ წელთან მოახლოებულ პერიოდში, აი რაღაც დამატებითი კითხვები, მომართვიანობა. ვერიკო, გისმენთ? დიდი მადლობა მოწვევისთვის. ანუ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია რაღაც ესეთ ტელევიზიაში თქვათ მიღება, მონაწილეობა. ანუ შარშანდელთან შედარებით წელს უფრო გააქტიურდა, იცით, აი კომპანიები შეკვეთების სახით, კორპორატიული შეკვეთების სახით. არის მრავლად არის, იცით, აი მეც ჩართული ვარ ამ სფეროში და აი ორი ესეთი კორპორატიული შეკვეთა მაქვს, რომელზეც უკვე მუშაობთ, დიახ. ხო, აი საჩუქრებად, დიახ, რახან ცხენის წელია. მე ხელთ მიფრია ესეთი არაჩვეულებრივი ესეთი ნაძვის ხის სათამაშო, ხო? დიდი ყვავილით, ესე რომ ვთქვა და მოცვია წითელი თუ ანუ რაც არის. გეგონება რომ ძალიან ეს თითქოს მძიმეა, მაგრამ ისეთი მსუბუქია, ისეთი ჰაეროვანია, ისეთი კარგია, რაღაცნაირად სასიამოვნო და კარგ განწყობას გიქმნის ადამიანს ნამდვილად. ძალიან ეს კერამიკა, ხო? კერამიკაა. ცოტა გვიამბეთ რა თქვენს თიხის სახლზე. გარდა იმისა, რომ ვიცი, დღეს გვექნება შესაძლებლობა მოუყვეთ მაყურებელს, ბავშვები როგორ შეიძლება ჩაერთონ აი ამ კერამიკის ირგვლივ ვორქშოპებში. დიახ. ანუ ესე იგი საერთოდ ამ სფეროში დიდი ხანია მოღვაწეობ, ანუ კერამიკის სფეროში. უშუალოდ აი ეს თიხის სახლი, რაც ესე ოფიციალურად თქვათ გამოვიდა სოციალურ ქსელებში და ანუ ასპარეზზე წელიწადი და 6 თვეა, რაც ესე ოფიციალურად ვართ, მაგრამ მანამდეც მე დატვირთული ვიყავი, ანუ სხვადასხვა სკოლებში და ანუ სულ მუშაობ ამ სფეროში, დიახ, სკოლებშიც ამ ხელობას, დიახ, კერამიკის კუთხით, ანუ იყო თვითონ საგაკვეთილო მასწავლებელი. დიახ, და ანუ ბავშვები ესე მომიხსენიებდნენ ხოლმე რაღაც თიხის მასი, რაღაცა ესეთი. დიახ, და ანუ ბავშვების დიდი მოთხოვნაც არის, იცით, მინდა გითხრათ, ანუ რაღაც აი ამ ყოველდღიურობასთან მიმართებით, აი ეს საქმე ძალიან დაფასდა, ეს ჩვენი საქმე. დიდებიც, ანუ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ვამეცადინებთ, ესე ვთქვათ, რაღაც ჩემ სტუდიაში. ბავშვებმა განაპირობეს, ვიცი თქვენი სტუდიის და სახელოსნოს სახელწოდებას. მასწავლებელს რას ეკითხებოდნენ? დიახ, თიხის მასწავლებელს ეკითხებოდნენ, რომ თქვენ ალბათ თიხის სახლში ცხოვრობთ. და რაღაც შექმნით თიხის სახლზე. და ეს იყო ჩემი ოცნება რაღაც, რომ აუცილებლად მქონოდა ჩემი სახელოსნო და რაღაცა ისე აეწყო ეს ყველაფერი, რომ
ნამდვილად მაქვს ახლა ძველ თბილისში, სადაც ცხოვრობ იტალიურ ეზოში. იქ გავაკეთეთ მე და ჩემო მეუღლემ ერთობლივად ისიც ხელოვანია და რაღაცა ერთმანეთს ესე უწყობთ ხელს და სახლში? იცით სახლში პირველ სართულზე აი ესე რაღაცა ლამაზი სივრცე შევქმნით და მოეწყო სახელოსნო, სადაც აი თავისუფლად შეგიძლიათ შეუძლია ნებისმიერ ნებები აკეთო. აუცილებლად და ბევრი ბავშვია ჩართული ამ ყველაფერში. თუმცა ახლა რომ შევხედოთ, ხო ძალიან ზღაპრულია აქაურობა და მართლა ძალიან თვალის მომჭრელია ეს სიჭრელე და სილამაზე. უბრალოდ შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ სულაც არ არის ზედმიწევნით აი მხოლოდ და მხოლოდ ახალი წლისთვის გამოიყენოთ ეს თითოეული ნივთი, თუნდაც ეს ცხენი, თუნდაც ეს რისი და ეს დაფა აი ამ ხის აკეთებს ანუ მეუღლე არის ჩართული უშუალოდ აი დაფა ხე და ლითონის აი რაღაცა ერთობლივი კოლაბორაცია გვაქვს ესეთი დეკორი თითქოს დეკორია მაგრამ ამ დროს გამოსაყენებელი და კი ამას ვეძახით ყველის დაფებს რაღაცა ესეთი სახელწოდებით არის რომელსაც აქ აი ესეთ ჩაშენებული მე შეგეთ კერამიკის რაღაცა არაჩვე ფილა აი ესე შემიძლია გაჩვენოთ ულამაზესია ნამდვილად ეს რა კარგი ერთმანეთს ავსებთ ესე იგი თქვენი მეუღლე ხეზე მუშაობს ხეზე მუშაობს კიდევ რაზე ხის გარდა ვთქვათ აი ლითონზეც აი ყველაფერი შეუძლია რაღაც უფრო არტი რასაც ქვია და ანუ სინთეზური მე სინთეზურად დიახ გამოდის ხო დაუბრუნდებით თქვენთან ისე მარიამ თქვენ ხატრული მინის ოსტატი ხართ და თუ შეიძლება რომ თქვენც მოგვიყვეთ თქვენი პატარა საწარმოს შესახებ. პატარა ხო ჯერ? დიახ, მოგესალმებით ქალბატონო ნინო ონისე. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მოიწონეთ ჩვენი ნამუშევრები და დამპატიჟეთ თქვენთან. რაც შეეხება თქვენს კითხვას, დიახ სახალწლოს ამზადის ვიწყებთ დაახლოებით 2 თვით ადრე, თუმცა ყოველ წელს ვეუბნებით ჩემ თავს, რომ მომავალ წელს აუცილებლად უფრო ადრე დავიწყებ, რადგან მოთხოვნა იზრდება, არის ძალიან დიდი ინტერესი, ზოგადად საქართველოში წარმოებული ხელით გაკეთებული ნივთებისადმი ინტერესი ყოველ წელს იზრდება და მათ შორის მხატვრული მინის ნამუშევრებზეც. და აი ხა რო არ აღნიშნე არ შემიძლია საქართველოს რუკა რომელიც მართლაც რომ საინტერესოა საჩუქრად მოხატულია იმ მუნიციპალიტეტების შესაბამისად მოკლედ დამახასიათებელი ორნამენტებით, მაგალითად აი თბილისში ქართლის დედა, სვანეთში აგერ კოშკია და ძალიან ისეთი აი ნახეთ კოშკი დაინახა და გაგიჟდა. კოშკმა გამაგიჟა, აბარა. ხო და რაღაცა გვინდოდა რომ იქეთ მყუდროდ დამედო, მაგრამ ეს რუკას ხედავს პირველ რიგში რა თქმა უნდა თავის კუთხეს ეძებს და თუ ვერ პოულობს მერე საყვედურს ვიღებ. ხო ყველა კუთხეა თითქმის აქ ეს კალის ჯარისკაცია ხო? და როგორც ხვდები შეიძლება ესე დადო კიდევაც ხო? ეს მაგნატონა არ არის? დიახ, მაგნატონა და არის ყველის დაფა, აი როგორც ვერიკო მაგნატონა. მაგნატონა ყველის დაფა. ეს დაფა. მაგრამ ერთი ფუნქცია და არ მინდა რომ გამომეპაროს, რომ ზევით იძლევა საშუალებას აი ეს ღიაბი, რომ დაკიდო კიდევაც ხო? საკიდზე ანუ ლურსმანზე. ხო, თუ კედელი ღიაფერის არის, არ ვიცი, კარგად ჩააზრა საყვარელია. მე საერთოდ ძალიან ხო, თაფლი და გოზინაყის ასოციაციები აუცილებლად გამოიწვევა ამ ზარდახშიდან, რომელიც ხა ზარდახში თავსახურია უკაცრავად. მისი რა ქვია, სამკაულის ჩასადებად, არ ვიცი, რამდენად მოუნდეს ადამიანს, მაგრამ ტკბილეულის ჩასაწყობად მე მგონი შვენიერი საკამფეტია, რა. ხო, არის ხოლმე რაღაცა ხანდახან ისეთი მომენტი, როდესაც აი ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ რაღაც მოტანილი აქ რაღაც საჩვენებლად რაღაც მაგრამ ეს თითქოს პირდაპირ მიზიდავს ამან პირდაპირ დამიძახა ამ ყველაფერმა აქ აი თუნდაც აი ამ ცხენმა აი ამ სათამაშო მნაძვის იმ სახლმა აი ამ შუშის ძალიან სილამაზეა და
თან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალიან გემოვნებით და ძალიან ისეთი რუდუნებით შესრულებული ნამუშევრები არის, აი როცა ხელით ეხები უფრო კარგად გძნობ ამ ყველაფერს. ეს მინა? დიახ, ეს მინა არის. არის პატარა ზომის ზარდახშა ესეც და ერთი პერიოდი, როდესაც აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას გამოფენა გაყიდვებს და ზუსტად ამ მოდელებმა დაიმსახურა მოწონება იაპონელებში. ეთყობა მაინც კულტურა არის, დიახ, მინიატურული ნამუშევრები მოსწონთ, აი ეგ მოდელი ძალიან მოეწონათ. კი ბატონო, მე გადავინაცვლოთ იქით კიდევ აქსესუარებზე. ისევ თიხის სახლს მინდა დაუბრუნდე. ვერიკო, აი თქვენ ახსენეთ კიდეც რომ 10 წელზე მეტი ხო თუ არ მეშლება მუშაობდით ბავშვებთან თიხის მასწავლებლად და გქონდათ შეხება ჯერ საერთოდ გვინდა აგვიხსნათ მოტორიკის განვითარებისთვის, წარმოსახვების განვითარებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია რომ ბავშვები სკოლებში თუ სკოლებში არ არის ამისი შესაძლებლობა თქვა დამატებით წრეებში შემთხვევაში არის ხოლმე უკვე შეტანილი ხელსაქმე და ეს რომ აგვიხსნათ. აი ნამდვილად მნიშვნელოვანია უშუალოდ მოტორიკისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანია ეს ბავშვი იყოს ჩართული, იცით, მოწყდეს ამ რეალობას თქვათ და თავისი ხელით შექმნას სხვადასხვა ნივთი და მთელი კონცენტრაცია გადმოიტანოს აი უშუალოდ აი ამ ნივთის შექმნაში და რაღაც გაკეთილშობილდეს რა ესე ვთქვათ, ანუ აი ძალიან აი ფსიქოლოგიურადაც აი დიდი მნიშვნელობა აქვს თერაპიის ხო დიახ, აი შეეხოს ამ ნივთს და თვითონ აი ამ შექმნის პროცესში უკვე თვალნათლივ დაინახოს აი ეს შედეგიც და და წარმოიდგინოს როგორ შეიძლება თიხის სახლი გააფერადო, ფანჯრების გაუკეთო და რაც თავარია სამწუხაროდ შეუწყო და ანუ მოხატოს. კონდეს მოლოდინი რომ ამ სახლს გაანათებ. და აი ეს ის იმდენად ისეთი დამუშავებული ხელით არის ახლა ეს. იცით რა არის? ეხლა ამის ტექნოლოგია არის საერთოდ იძერწება ფორმა, მოდელი და შემდეგ კერამიკოსები ვეძახით ამას ჩამოსხმის მეთოდს, ანუ ყალიბი მზადდება, ეს თაბაშირის ფორმას ვეძახით ყალიბს და ანუ ჩამოსხმის მეთოდით რომ იყოს მსუბუქი. მსუბუქი კი ნამდვილად რაც არის. თქვათ დიახ, აი ეს თვითონ ეს ატმის ყვავილებია, მე მგონი გაზაფხული აქვს. არა, საკურას ვეძახით. საკურა უკაცრავად კი. მაგრამ გავს საკურა და ადამიანი. რას თორე იცი რა არის? აი კერამიკის ბურთები მე მაგალითად როცა მიფიქრიავ აი მე რომ დამეკიდა ნაძვის ხეზე ყოველთვის მჭირდება ხოლმე რომ ავიღო ხელში შევამოწმო რამდენად თუ ძალიან ძიმეა მე ხო რაღაცა ნაძვის ხე დეფორმაციას განიცდის და როგორი თხელი ფორმები გაქვთ ახლა თქვენ შერჩეული გადაწყვეტილი რომ აი ეს ფორმაც ერთობლივად მე და ჩემი მეუღლე ანუ ვასხავთ ესე ქვია იმ ყალიბში და აი ზუსტად ეს კორპორატიული შეკვეთაც ერთ-ერთი არის აი ეს ბურთები რაღაცა ბურთები ხო და ცხენებზეა მოთხოვნილება პირველად აღვიქვი სხვათა შორის რომ აი ეს კერამიკული ნივთები მათ შორის ბურთები რომელსაც ახლა ყველა საკიდი მოყვება მაყურებელი შეამჩნევდა მაგრამ ესეც რა ლამაზია რა უბრალოდ სიფრთხეზე რაღაცა სხვადასხვა ნივთებთან ერთად შეიძლება სულ არ კონდეს ნაძვის ხე და ისე მაგრამ ეს გავსათ დეკორის სახით დაალაგო და ძალიან სიამოვნო ძალიან ლამაზია ისე როგორც აი ეს ნაძვის ხეები როგორ მომწონს ძალიან ლამაზია ხო შეიძლება ნამდვილი ნაძვის ხე არ გქონდეს თუ რა ქვია დიდი მაგრამ პატარა ნაძვის ხით აღნიშნო შენს ინტერიერში დღესასწაულის მოახლოება მინის ნივთები რომელიც გაქვთ წარმოდგენილი იცი ასევე ხო ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც განწყობას გიქმნის ყველა სტუმარს ვინც შეიძლება შენთან შემოიაროს აუცილებლად რაღაცა სთავაზობ ახალ შთაბეჭდილებას ამ ნივთებით აი თუ არის საშუალება რეჟისორს რო ვთხოვო აი ანგელოზები რომელიც ჩემთვის საშობაო ანგელოზია ყოველთვის როცა წინა სახალწლით ვიწყებთ ხოლმე ამაზე ფიქს გახსნით ცოტა კადრს თუ სად დავდგე რომ არ შეგიშალოთ ხო მეც ამიტომ ვცდილობ რომ ხელი არ შევშალო ხო ციგურები მაგალითად აი ეს ციგურა რა ლამაზია ნახე ეს საშობაო
ანგელოზები და ეს არის ნაძვის ხის სათამაშოები, ოღონდ სიფრთხეს, ხო? სამწუხაროდ კერამიკისგან განსხვავებით ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გავაკეთოთ მოცულობითი ნივთები. ყოველ შემთხვევაში საქართველოში ამობერვის ტექნიკა არ გვაქვს და დიახ, შესაბამისად აი ეს მეთოდი ფიუზინგი, რაც ნიშნავს მინის ღუმელში დადნობას, გულისხმობს ესეთ ბრტყელ ნამუშევარს, თუმცა შესაძლებელია მაგალითად აი როგორც სახლი არის დაამზადო ბრტყელი დეტალები და უკვე ამ ბრტყელი დეტალების მეშვეობით შექმნა სივრცული ნამუშევარი. ხო, აი მაგალითად ის სახლი, რომელიც ისეთია, ხო, მხოლოდ სიბრტყე არა და სიბრტყელით არის მე შექმნილი ეს სახლი აშენებული, ძალიან საინტერესო. ხო, და კიდე იცი რა მომწონს ისე, აი მინას ხო თავისი გამჭვირვალობა აქვს და რაღაცა ძალიან საინტერესო ხედვა იშლება პერსპექტივაში, არა? მინის უკან. აი სივრცე. რომელიც გამჭვირვალე ახლა, როცა მოქონდათ ჩვენ სტუმრებს ეს ნამუშევრები შენთან ახლოს მიიტანე, აი ეს უკვე გამოჩნდა. ამბობდნენ რომ თეთრი ღიაფერის გადასაფარებელზე მინა კარგად ჩანსო. ახლა ჩვენ სტუდიაში პირიქით მოგზე. ძალიან ლამაზია ეს რაში. იცი რა, ეხლა მოგვიყევით, გარდა იმისა, რომ თქვენ ცდილობთ რაც საკვირველია თქვენი ნამუშევრების რეალიზება სხვადასხვა გზებით, ვიცი რომ მასტერკლასებსაც ატარებთ, ხო? იმისთვის რომ დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი ხელით სცადონ ამ ნივთების გაკეთება. მინაზე მუშაობა უჭირთ? სხვათა შორის წელს პირველად გავაკეთე მხატვრული მინის კურსი ჩემ სტუდიაში და ძალიან კმაყოფილი ვიყავი პირადად მე ჩემი სტუდენტების ნამუშევრებით. რა თქმა უნდა, როდესაც ხელსაქმეს ეხება საქმე, ვიღაცას უფრო მარტივად გამოსდის, ვიღაცას უფრო რთულად, მაგრამ საბოლოოდ მე ვფიქრობ, რომ ყველას შეუძლია ამ ტექნიკის შესწავლა და ესეთი მსგავსი ნამუშევრების დამზადება. შეგქონდა ეს ყველის დაფა მომწონა. ხო, თავარია ოდნავ ფანტაზიას შეუწყოს ხელი და შეაშველოს რომ ეს ფანტაზიასთან ერთად თვითონ მინაც კარნახობს, პლუს ამას მინა არის ისეთი მასალა ცოტა არაპროგნოზირებული. აი ჩურჩხელა შეგაწყვეტინე ხა და ხო, შეგვიძლია მან დაჭრილი ჩურჩხელა მოათავსო. ყველის დაფა ეგრეთ წოდებული დია. ძალიან ლამაზია. ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ. ფანტაზიაზე ვსაუბრობ. დიახ, მინა არის ცოტა არაპროგნოზირებადი მასალა და შესაძლებელია რომ ღუმელში ჩადო ნამუშევარი რაღაცა კონკრეტული ჩანაფიქრით, მაგრამ რო გახსნი ღუმელს დაგხვდეს ცოტა შეცვლილი ფორმით. ამიტომაც მინაც კარნახობს რაღაცეებს და ნუ რა თქმა უნდა ფანტაზიაც უნდა გამოიყენო. იცი რა, ის რომ ერთი მინის სპეციალისტი ბრძანდებით, მეორე კერამიკის საჭიროა ხო ეს ღუმელი ხა თავისი წარმოფრინდება და ამიტომ ან პირველი გაყიდვები უნდა გეხმარებოდეს ისე რომ ეს შენი ოცნება აისრულოს სხვას კი არ თხოვო გამომაწვევინე არა საკმაოდ ხო ან რაღაცა სხვა გზები აქვს მოსაძებნი ადამიანს რომელიც აი შინაგანად რო არ ასვენებს შთაგონება ხო რა გზა იჭირთ თქვენ მერიკო იცით რა არის, აი საკმაოდ რთულია იყო კერამიკოსი და არ კონდეს ღუმელი, ის ინვენტარი, რაც არის საჭირო და ეხლა შეიძლება მხატვარს ჭირდებოდეს თქვათ პატარა ოთახი, მაგიდა და აი ჩვენ შემთხვევაში აუცილებელია ეს ღუმელი, რაც მთავარია ჩვენთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი ღუმელია, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ესე ვთქვათ, ბევრი კერამიკოსი ისე ბერდება, რომ ვთქვათ, აი ღუმელი არ აქვს. აი ესე გამოდის და აი ჩემ შემთხვევაში რა ვიცი ესე გამიმართლა რაღაცა მე გავიმარჯვე ერთ-ერთ პროექტში ეს არის აწარმოე საქართველო რამაც მიბიძგა შემდეგ რომ გრანტის ფლობელი ვარ და მიბიძგა რომ ეს ყველაფერი შემექმნა და ეს სურვილი რაც მქონდა ეს ჩემი ყველაფერი ამეხდინა ესე ვთქვათ დიახ და ანუ ეხლა მაქვს ღუმელი, საკმაოდ კარგი გერმანული და ასევე ჩარხი, რითიც მე თვითონ ამომყავს ნამუშევრები და ძალიან ხელი რომელიც ატრიალებს, ხო? ჩარხი რომელიც ტრიალებს, დიახ და ასევე ნუ ბავშვების მე საერთოდ ძალიან მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, რა ვქნათ, ალბათ ეს ჩემი მისია. კი. ამიტომ ეს იგრძნობა და ბავშვებით სტუმრობენ. ბავშვები ხშირად სტუმრობენ. იცი რა, მაინტერესებს, აი მე ხაგ გგავარი, იმიტომ რომ ეს ორი შანდალი
სადღაც ცალკე რომ დამენახა, შეიძლება დიდად ყურადღება არ მიმექცია, ვერ წარმომედგინა რა ჩემს სახლში მისი ადგილი, მაგრამ როგორც კი უკვე სადღესასწაულო ხო, ეს მაგიდა რომელიც შეიქმნა ძალიან ამშვენებს. იმ წუთში რაღაცა ვფიქრობ, რომ რაში ჭირდება ახლა ამ ულამაზეს ორშაბათს დღესასწაული თვითონ მოაქვს. ხო, ყოველდღიურად შეგვიძლია დღესასწაული ვიგემოთ შანდლების სახით. მით უმეტეს ახლა საკურაა გამოსახული, უფრო გაზაფხულის სიმბოლოა, მაგრამ წითელ სანთელს თუ ჩასვამ, ხო, აუცილებლად საშობაოდ განგაწყობს. კი, განგაწყობს. ხო და იცი რა მინდა კითხოთ, აი ბავშვებს როგორ გიკავშირდებიან, თქვათ, რაღაცა სკოლებში ერთგვარი რაღაც შეთავაზება გაქვთ ესე დროს ჩაფიქრებული. საერთოდ მნიშვნელოვანია ეს სოციალური ქსელები, საკმაოდ დამეხმარა ამ კუთხით, ანუ ძალიან აი რაც დავდეთ პირველი რეკლამა, ვთქვათ, აი ამ ვორქშოპებთან დაკავშირებით სკოლებზე, აი დიდი გამოხმაურება, კი და უკვე ცხოვრებაში არ მქონია, ვთქვათ, ბლოკნოტი ესე რომ ჩამეწერა და აი ყოველი დღე არის გაწერილი ესე ვთქვათ, ანუ იმდენად მშობლებიც კმაყოფილი არიან, როცა იგებენ, ვთქვათ, რომ არის ესეთი აქტივობა, ნამდვილად გვიკავშირდებიან. რა ვქნა რა თუ აქამდე მეკონა რომ კურდღელი უფრო სააღდგომო ხო, ახალწასაც ჩვენივრად მოუხდა საახალწლო მაგიდას. თან თავისი ნაძვისხი აქ ანუ ზომებში არ არის სხვაობა რა ნაძვი ხო უფრო დიდი უნდა იყოს ვიდრე კურდღელი. ხო, მაგრამ კარგად ხელმისაწვდომია კურდღლისთვის ნაძვისხე. და მოდიან ჯგუფებად? დიახ, მოდიან ჯგუფებად, აი ესე, ну 25 ბავშვიანი კლასში თუ არის, ვთქვათ, კერძო სკოლა, იქ არის 16 ბავშვი, რაღაც 20-მდე და ну შემიძლია ესე მივიღო ერთობლივად ჩემს სახელოსნოში დავსვა ბავშვები და ეს არის 2 საათიანი მასტერკლასი და გვაქვს თემებთან, ანუ როდესაც მოდის ბავშვი, შეგვიძლია თემატური შევთავაზოთ, ან თავიანთი ფანტაზიითაც რაღაცა, აი სამ ნივთს ქმნიან თითო მოსწავლე ესე და მარიამ, თქვენ რო გითხრათ, მე ვიცი რომ მინას ძალიან მხურვალე ღუმელი ჭირდება, ხო? რამდენ გრადუსზე ცხელდება? მინა დნება დაახლოებით 800-850 გრადუსზე, თუმცა კერამიკასთან შედარებით არა, ჩვენ 1100 გრადუსზე ვართ. დაბალია, დიახ, გამიხარდა თქვენ რომ ახსენეთ ვერიკო აწარმოეს პროექტი, რადგან მეც ზუსტად აწარმოეს პროექტის მეშვეობით შევიძინე ჩემი დიდი ღუმელი. მანამდე მქონდა უფრო პატარა ზომის ღუმელი, თუმცა ნამდვილად არ იყო საკმარისი თუნდაც კორპორატიული შეკვეთებისთვის, მაგალითად, ან მოსწავლეების ნამუშევრების გამოსაწვავად და რამოდენიმე წლის წინ მეც შევიძინე დიდი ღუმელი და რა თქმა უნდა ეს დიდი წინსვლა იყო უკვე ჩემთვის და სტუდიისთვის. ხო, ცხადია, იმიტომ რომ ღუმელი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და მნიშვნელოვანს და აუცილებლად საქართველოში ეს ღუმელები არ იყიდება და როგორც ეს ხო ჩვენთან არ არის. დიახ, ჩვენთან არ არის, საკმაოდ ძვირი ჯდება მაგის შეძენა, შემდგომ ტრანსპორტირება, საკმაოდ მძიმე ღუმელებია და ალბათ ზამთრის ხელობა უფრო არის. რახან ღუმელია ამ ხელა გრადუსზე თვება. ის გარედან არ ხურდება. ხო. დაახლოებით ვიცი. გამწოვსაც გააქვს ალბათ, ხო? იცით რა, მარიამ, აი თიხაზე ხო რაღაც ბევრს უცდია. იგივე სკოლის კედლებში, ხო, რაც დაინერგა ეს სხვადასხვა ხელით შესაქმნელი, ძალიან საყვარელი ნივთების კურსები, გაკვეთილები, მაგრამ მინაზე უფრო ნაკლები ინფორმაცია. აი, მასალას საიდან იღებთ? როგორი მოდის ეს ნედლეული? და მე ხვნილის სახით არის ისე მგონი. ხვნილის სახითაც არსებობს, თუმცა ძირითადად არის ლისტების სახით. და აი ეს ძალიან მტკივნეული კითხვაა აქ ალბათო მინე, რადგან მასალები ფაქტიურად არ იყიდება საქართველოში და თვითონ ფერადი მინის ჩამოტანაც გვიწევს საზღვარგარეთიდან. რაც გვიქმნის ორ პრობლემას, ასე ვთქვათ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფინანსურად გამოდის, რომ მაგალითად მე სამჯერ უფრო ძვირი მიჯდება ეს მინა, ვიდრე უცხოელ კოლეგას და მეორე არის, რა თქმა უნდა, დროში გაწელილი პროცესი, რადგან 3-დან 5 კვირამდე უნდა ველოდო დიახ ჩამოტანას და პირობითად თუ შემომდის შეკვეთა, სადაც კონკრეტულ ვადებზე არის საუბარი, შეიძლება მოგიწევს უარის თქმა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გაქვს იმის საშუალება, რომ აქ ადგილზე შეიძინო მასალები.
კი. ხო და მე ასევე აი რა როგორი კერამიკაშიც. სახით ჩამოდის ბოდიში ვერიკო როგორი სახით ჩამოდის ეს უხეშად რომ ვთქვათ, ფანჯრის მინა რომ წარმოიდგინოთ, 3-4 მმ-იანი ლისტები არის სხვადასხვა ზომის. ჩვეულებრივ შუშებია. ჩვეულებრივი შუშებია, რომელსაც მე საჭრელით ვჭრით სასურველ ფორმაზე, ზომაზე, საშლიფზე ვამუშავებთ. და ფერს როგორ აძლევთ? აი არის ფერადი მინა, არის მინის ფხვნილებიც, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია ფერი მივცეთ. აი მაგალითად მაგნატუნა ასე არის გაკეთებული. ეს არის გამჭვირვალე მინა და ზემოთ წითელი ფხვნილების მეშვეობით არის გამოსახული უშუალოდ მაგნატუნა. მაგალითად ცხენები რომ ავიღოთ, თვითონ მინა იყო მწვანე, ცისფერი და თეთრი საღებავით არის მოხატული ეს ორნამენტები. ანუ არსებობს რამოდენიმე მეთოდი, თუმცა ძირითადი ტექნოლოგია ერთია. ხო და აი ეს ეხლა ეს ვიტრაჟი გაგიჟებული ვარ ხედავ. ვალასია. გამჭვირვალე არ არის. ამას როგორ აღწევთ მინის? ეს ვიტრაჟისთვის არსებობს სპეციალური მინები, არის გამჭვირვალე, არის ნახევრად გამჭვირვალე და საერთოდ გაუმჭვირვალე. შესაბამისად, მაგას ირჩევ უკვე იქიდან გამომდინარე, რა ნამუშევარს აკეთებს, სად იქნება ეს ნამუშევარი, უნდა თუ არა მომხმარებელს რომ მზის შუბზე იმუშაოს, ამ შემთხვევაში გამჭვირვალე მინები უნდა შეიძინო, თუ ეს მაგალითად არის ვთქვათ ჭერის ვიტრაჟი და ეგ არ არის კერძო სახლი, არამედ თქვა ზემოთ კიდე არიან მაცხოვრებლები, ამ შემთხვევაში კეთდება მაგალითად გაუმჭვირვალე მინით ვიტრაჟი და შიგნიდან კეთდება უკვე განათება. ესეც ვიტრაჟი ყოფილა, შევამჩნიე. ეს ყვავილებად ეს რაღაცა პასტორალური ის არის, არა? ეს არის პეიზაჟი, დიახ. დინარეა ქვევით ეს? დინარე, დიახ. ეს არის სტიფანის ტექნიკა ქვია ამ ვიტრაჟის ტექნიკას უკვე. ძალიან ლამაზი. ეს ჯერ კონსტრუქცია ესაა, როგორ კეთდება? თავდაპირველად ვიწყებთ ესკიზით, რა თქმა უნდა. აი ამ ვიტრაჟის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სიზუსტე, მნიშვნელოვანია ზუსტად გამოჭრა ფორმები და დაამუშავო საშლიფზე, რადგან მილიმეტრებსაც კი აქვს მნიშვნელობა. თუ პირობითად ცოტა დიდი დაშორება გამოგივა ორი დეტალის შორის, ხაზი უკვე იქნება სქელი და ეგ იქნება შესამჩნევი. იჭრება ეს დეტალები, იწყობა კომპოზიცია, არის ესეთი სპეციალური ლენტი, რომელიც სამხარეს აქვს სპილენძი და მეორე მხარეს არის წებოვანა, ისმევა თითოეული დეტალი აი ამ ლენტაში და შემდგომ ხდება უკვე პაიალნიკით, კალის მეშვეობით, ამის შეერთება. და მე გამოცხობა ესე დავარქვათ. გამოცხობა აღარ ჭირდება. გამოცხობა ჭირდება მხოლოდ ფიუზინგის ტექნიკას, დადნობილ მინას, რასაც ვეძახით და ვიტრაჟი ცივად კეთდება. ხო, ვერიკოს რაღაცის თქვა უნდა და არა, მეც როგორც მარიამმა ასევე ჩვენთანაც დიდი პრობლემაა მასალის ჭიქურის და ხო, ეს მასალა, ხო, საინტერესოა. აი ეს ყველაფერი შემოდის, თქვათ, თურქეთიდან. ეხა ჩვენ წლებია, თქვათ, თურქულ პროდუქციას, ანუ მარაგდებით ესე ვთქვათ, დიახ და აი საღებავი რითიც არის მოხატული, ვთქვათ, ჭიქურქვედა პიგმენტი ეს ანგობები. დიახ, მოჭიქული არის, მერე შემდეგ ვთქვათ ზემოდან. ჯერ ვთქვათ ფორმა იძერწება, შრება ჰაერზე რამდენიმე დღე, ვთქვათ 4 დღე, შემდეგ იწვება ღუმელში, მაგას ვეძახით უტილირებულს, ერთხელ გამომწვარ პროდუქციას, შემდეგ ვხატავთ ამ პიგმენტებით და შემდეგ ვაჭიქურებთ და ისევ ვწვავთ. ანუ ორი გამოწვა საჭირო რომ მივიღოთ დასრულებული აი ესეთი სახე კერამიკის. ეს თეთრი თიხა? ეს არის თეთრი თიხა, დიახ. ჩვენ საქართველოში გვაქვს ძალიან კარგი თიხა, წითელი ფერის, ესე ვთქვათ, ძალიან პატივცემ მასალას, ქართულს, რასაც ქვია. უბრალოდ არ გვაძლევს იმ შედეგს, ვთქვათ, აი როცა გვინდა რომ მოვხატოთ აი ეს. თუმცა ჩვენს თიხაზდაც შეიძლება ეს მოჭიქულობა გააკეთა და შეიძლება, კი, ფერადი ჭიქურებით, ვთქვათ, იმუშაო წითელ თიხაზეც, კი. კი ბატონო. მაგრამ მე რატომღაც მომწონს თეთრ თიხაზე მუშაობა, რაღაცა უფრო ნაკლებ წუნს ვიღებ, ანუ და უფრო რაღაცა სიამოვნებს. დიახ, მომყვება რაღაც, დიახ. მაგრამ არის ხშირი შემთხვევა, რომ წითელ თიხა სულ მაქვს სახელოსნოში და მოკლედ თიხით რო ჯერ ხო ამოყავთ ფორმა, ხო? დიახ. შემდეგ ამას აშრობთ. ვაშრობ. მერე ხდება მოხატულობა. ამოყვანის მერე იშრება. დიახ, ამოყვანის შემდეგ არის მეორე დღე, ვთქვათ, ვჩარხავთ იმ ნივთს, ანუ ხვეწავთ, ესე ქვია.
შემდეგ შრება ჰაერზე რამდენიმე დღე და შემდეგ ვდებთ შესაბამის ტემპერატურაზე, ღუმელში. შემდეგ ამოვიღებთ ამ ღუმელიდან, იხატება, რა ნახატიცა გვაქვს თქვა ესკიზში ან წარმოსახვაში და შემდეგ ვაჭიქურებთ და ისევ ვდებთ ღუმელში. ბავშვებს ყველაზე მეტად რა უადვილდება და იცით, აი ბავშვებს ძალიან უყვართ უკვე აი ხო წლებია ვთქვა ამ სფეროში ვტრიალებ, აი ძალიან უყვართ აი თვითონ შექმნის პროცესი, აი თიხას რო ეხებიან, უკვე აი უკვე ძერწვის პროცესი ესე რომ ძერწვის პროცესი. და მე ელოდებიან სულ მოუთქნოდათ, როდის გამოვა ღუმელიდან ის ღუმელიდან, კი, რომ მე მოხატონ, გესმით და აი ეს სიპრიალე და აი ეს სიკაშკაშე ძალიან მოქმედებს, ნუ ბავშვებზეც, მშობლებზეც. აი ჩემი სახელოსნო მინდა ვთქვა რომ აი მივყვებით ნამდვილ კერამიკას რასაც ქვია ანუ ჩვენ არ ვიყენებთ არც აკრილს არც გუაშს ვთქვათ ეს არის სპეციალური კერამიკული საღებავებით შექმნილი და რაც მნიშვნელოვანია ანუ რამდენად განაპირობებს ვერიკო იმას რომ ძველ თბილისში ცხოვრობთ და თქვენ სახლშივე რომ გაქვთ შესაძლებლობა მოაწყოთ აი ეს ვორქშოპები როგორც ხვდები გქონდეთ თქვათ შოურუმიც ხო სადაც რომელიც გაყიდვებში გეხმარებათ. იცით, რატო გეკითხებით ამას? აი, ძველ თბილისში ხო ძალიან ბევრი ტურისტი მოძრაობს და შეიძლება უბრალოდ შემობოდიალთ თქვენს ეზოშიც და დაინახოს, რომ ხელით შექმნილი ნივთებია წარმოდგენილი. აი, ასე შემთხვევითი პირველებიც შემოდიან. დიახ, აი მოგიყვებით, ანუ ჩვენ შემთხვევაში მე და ჩემო მეუღლე მოვიფიქრეთ, რომ რაღაცა აბრა გავაკეთეთ, სადაც აწერია იქ, რომ ნუ კერამიკული სახელოსნოა და ვთქვათ სუვენირებით და რაღაცა მინიშნებებით, აი ესეთი მხატვრული მინიშნებებით, ვთქვათ რაღაცა შემოდიან ჩვენ ეზომდე, აი ესეთი და სხვადასხვა წელს პირველი ზაფხული იყო, როდესაც აი მივიღეთ რაღაცა და ბევრმა ტურისტმა აი დიდი სიამოვნება მიიღო ესე ვთქვათ, დიახ, ანუ ინგლისურენოვან ვთქვათ ადამიანებსაც უტარებთ გაკვეთილებს, დიახ, ვორქშოპებს, დიახ. და მოწონთ ძალიან, კი, წელს იყო ძალიან ბევრი ფრანგიც ჩამოსული, გერმანელებიც და რაღაცა ესეთი სხვადასხვა ქვეყნებიდან. შვენიერი. რას ნიშნავს პავონე? ეს თქვენი სტუდიის სახელწოდება, საიდან მოდის? თიხის სახლი გავიგეთ. სწავლეს უთქვამს, რომ თქვენ მას ალბათ თიხის მასწავლებელს უცხე. თქვენ ალბათ თიხის სახლში ცხოვრობთ და გავიგეთ. შუში სახლში პავონე? შუში სახლი საინტერესო იქნებოდა, თუმცა პავონე ნიშნავს ფარშევანგს. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როდესაც დავამზადე ვიტრაჟული პანო, სადაც გამოსახული იყო ფარშევანგი და ამავე სტუდენტობის დროს ხალბატონმა ნინო ქათამაძემ შეიძინა ეს ჩემი ნამუშევარი, რაც გახდა ჩემი პირველი წარმატების სიმბოლო, ასე ვთქვათ. დღესაც რო ვიხსენებ, ძალიან ემოციურია ეს ჩემთვის, მაგრამ წარმოიდგინეთ, როდესაც სტუდენტი ხარ, ასე ვთქვათ, კარიერული მიღწევები ჯერ არანაირი არ გაქვს და ასეთ კარგ ხელში ხდება შენი პირველი ნამუშევარი. შესაბამისად, ფარშევანგს ნიშნავს იტალიურად, იტალიური მინა ყველაზე ცნობილია, წლები იყო, რა ვიცი, მინის ისტორიული ცენტრი, ასე ვთქვათ და ძალიან მომეწონა როგორ ჟღერს პავონე. მინის დიზაინერი მარიამ მარქაროვი, სტუდია პავონის დამფუძნებელია და ვერიკო ვერანოდია, სტუდია თიხის სახლის მხატვარ კერამიკოსი და დამფუძნებელი. მადლობას გიხდით მე. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები. პირიქით, მადლობა თქვენ. ჩვენ არ ვთანხმდებით რომ გრინჩები შემოიჭრნენ ჩვენს ქვეყანაში. არ ვეპუებით და არავინ არ გვინდა წაგვართვას დღესასწაული, მიუხედავად ყველაფრისა, განსაკუთრებით იმ ოჯახებს, სადაც ბავშვები ყავთ, არ აქვთ უფლება ამ ბავშვებს არ გაუფერადონ გარემო. რასაკვირველია, შეძლების დაგვარად. და ასევე უნდა გააქტიურდნენ ის ადამიანები, ვინც იმ ბავშვებს, ვისაც აკლიათ ასეთი სადღესასწაულო გარემოები, აუცილებლად უნდა გამოჩნდნენ ხელშემწყობად და მხარდამჭერად. ჩვენი პლატფორმა ამისთვისაც გამოგადგებათ. თქვენ დაგემშვიდობებით, მაყურებელს კი